დილამშვიდობისა ჩემო მეგობრებო. ასე იწყება ჩემი დილა. დილა ახლა არ არის, დილა, მაგრამ კაკრას ის დრო არის, გემრიელად რამე მოამზადო და მიირთვა. ჩემთან დედა დაფუსფუსებს, მიმზადებს უგემრიელეს ჩიტითავას, ფხალს და ჭადებს მიწყობს დუხოვკაში, აგერ გადი გამოდის გემრიელად და მე ვზივარ, აგერ დავწერ ვიდეოს, მაგრამ როდის დამეყვირებს ახლა იქიდან ეს მომიტანე, ღმერთმა აუწყიოს. ასე მომაძახად ყველა ჯდომით ვტები. არა რა თქმა. ხო, მინდა გითხრათ, ჩაუნაყეთ ნიგოზი, ნიორი, ბროწეულის წვენი და კიდე კინძი. და ახლა გადაკეთებას ხმელი კინძი და ნიახური. ესე იგი, ყველაფერი უქნა თუ რამე მწვანელი იქონდა. მაგას ახლა დავიმახსოვრებ მე იმედია და იმახსოვრებ თქვენ. ახლა ჩიტითავას და ფხალეულის გაკეთება იმერეთში მით უმეტეს არავის არ ეშლება. ყველა გემრიელად და კარგად და თავისებურად აკეთებს. ყველა დიასახლეს თავისებური რაღაცა პეცი და თავისი ისა აქვს, რომ თავის სამზარეულოში რო დატრიალდება, გემრიელობებს გააკეთებს. ხო და ასე არის ჩემი დედაც. ღმერთმა დიდხანს გითხოვს და აქ მნიშვნელოვანი ეს არის, რომ მე დედა მიმზადებს და თქვენც დიდხანს გიმყოფოთ თქვენი დედიკოები, ცოცხალი, ჯამრთელი, ტანმრთელი, ლაღები ემზადებიოთ ასე თქვენთვის და გემრიელად მიგერთვათ. ოღონდ დრო და თუ წაკკბენენ, მოვითმენთ როგორმე ავიტანთ. ესე იგი, გემრიელიაო დედამ და სასარგებლოაო, ჩიტითავას რატო უძახიან თქვა და ჩიტის თავს გავსო და კუდს ალბათ ასე და მაგიტო უძახიან ჩიტითავას. ასე გამოიყურება ამას გარეცხავს. ხო, იმერეთში იციანო დედამ. გარეცხავს დედა ახლა მოხარშავს და შეკმაზავს. მერე ცხენჭადებს გამოაცხობს და ესე მივირთმევთ. ესეც დღეს ჩვენი როგორც გითხარით, მეგობრებო, ჩიტისთავა არის. ჩვენ მენიუში აი ჩიტისთავა. ასე ჩადგმულებს დედას და ხარშავს. ხო, ისიც ხშირად ამარხვაზე ეწოდინება ეს, როგორი გემრიელი რაღაც არის, ესე შეკვაზავს ახლა დედა და მივირთმევთ. კიდე ცხელი ჭადონიებიც იქნება. კიდე ბარბარიტას მაგი ახლა მარხვაზე არ ჩვენ ვართ, მაგრამ არ ჭამს ბარბარე, ასე ფხალეულს და ხო იცი ბავშვები არ ჭამენ დიდად, ხო და უწვავთ აგერ როგორც მე ვიძახი პაპანწვას. ბროწეულის წვენი გემრიელესია. დედა გამოწურავს და ინახავს, ხო და მე ასე ნახა ფხალს რო შეკმასავს, აუცილებლად გავკეთებს ბროწეულის წვენს. ხო, არა. ესეც ჭადუნიები ასე გემრიელად შესვა დედამ, ხო და დაიბრაწება შიგნი გაურია, ცოტა ყრელი და სიმინდის კაკლები რო იყიდება, ბანკის ისე. მომაბარენ ანაკვა, ცალი ხელით ვერ შევ. ესე იგი და ასე ჩუმჩუმად უყობ ხელს, გამოვიღე, არა. ესეთი გემრიელია ეს ნიგოზი რო შეკმაზოს ჩიტითავა. აგერ ჩვენი ჩიტითავა, აქ რაღაცა მწვანელები გახსნა და წიწაკა და რაღაცები, აქ ნიგოზი, ხო და ეხლა შეკმაზავს. აი მე ისეთი სუნი ტრიალობს ხალხო, შეუკმაზავს ალბათ წავაყრდი მარიც და დიდი სიამოვნებით შევჭამ. ასე დაასხა ბროწეულის წვენი და ასე დაჩეჩქავს ახლა თებში. ჩვენი ჩიტითავას ბოლო იერსახე ჩვენი ფხალუნია ასე გემრიელად გამოიყურება. უნდა იყოს თხელი ხალხო აუცილებლად. წვენი უნდა ქონდეს. ჭადზე გემრიელად რომ მიირთვა. და ჩაფურჩხნო შიგნი ჭადიო დედა.
ეს ჩვენი მჭადოები ნახეთ, გემრიელად გამოიყურება. ახლა მივირთმევ მეც. დასრულდა მეგობრებო ჩვენი ჩიტი თავაფხალის მომზადება, ჭადიც გამოცხვა, უგემრიელესად გამოიყურება, აი, ნახეთ. აი, ესე. მოტეხე ჭადი და გამეისტორა ცხელი იქნება. მოტეხეო დედამჭადიო. ასე, ხელით ჭამა გვიყვას. ვაიმე რა გემრიელი. ვინო ხوار დავლიო? კი, დავლიოთ დედა. გემრიელად მირთვით მეგობრებო, რასაც მოამზადეთ.